ქართველი ერის შეურაცხყოფა 33 წელიწადია გრძელდება. საზოგადოება უსასრულოდ შეყავთ შეცდომაში, როგორც მოღალატეობრივ ნეობოლშევიკურ ელიტას. ეს იქნება მოღალატეობრივი ოპოზიცია თუ თვითმარქვია უზურპირებული ხელისუფალნი. ისევე ნიღაბს ამოფარებული ეგრეთ წოდებული კანონიერ ხელისუფლების დამცველები და სამართლიანობისათვის ბრძოლის მესვეურნი, რომლებიც არიან აგენტურული ქსელი, როგორც 1992 წლის გადატრიალება, სამხედრო კლასიკური გადატრიალების შემდეგ აგენტურული ქსელი ხუნტასთან თანამშრომლობით ქართველი საზოგადოება შეყავდათ შეცდომაში, რათა ვითომ და მიიღოთ არჩევნებში მონაწილეობა თვითმარქვია უზურპირებული ხელისუფლების არალეგიტიმურ დანიშნულ არჩევნებში და ვითომ და აღდგებოდა კანონიერება და სამართლიანობა, ისევე დღეს მიმდინარეობს 33 წლის შემდეგაც აგენტურული ქსელი ნიღაბ ამოფარებული ეროვნულ გამანთავისუფლებელ მოძრაობას და როგორც პროევროპულ მხარეზე მდგომი ეროვნულ გამანთავისუფლებელ მოძრაობას ამოფარებული, ზვიადსა და მერაბს ამოფარებული ნიღბიანები საზოგადოება შეყავთ შეცდომაში, ასევე აგენტურული ქსელი თვითმარქვია უზურპირებული ხელისუფლების ოცნების მხარდამჭერი ნიღაბ ამოფარებული ეროვნულ გამანთავისუფლებელ მოძრაობას, მაგრამ მათ ეროვნულ გამანთავისუფლებელი მოძრაობასთან არავით არ ეკავშირი არ აქვს, მაგრამ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ბრძანებით 1992 წლის 27 თებერვლისა და 1992 წლის 20 აპრილის ბრძანებულებებით და უზენაეს საბჭოს დადგენილებით ყველა ის მოძრაობა, ყველა ის პიროვნებები, ვინც აგენტურული ქსელით საზოგადოება შეცდომაში შეყავდა და მონაწილეობდა თვითმარქვია უზურპირებული ხელისუფლების დანიშნულ არალეგიტიმურ არჩევნებში, გარიცხული იყვნენ ეროვნულ გამანთავისუფლებელი მოძრაობიდან, როგორებიც იყვნენ აკაკი ასათიანი, გიზო კორძაძე, ზვიად ბოკუჩავა, ტრადიციონალისტთა კავშირის ერთ-ერთი ბრთა, ასევე ის ადამიანები დღეს, რომლებიც მოქმედებენ ეგრეთ წოდებული ეროვნულ გამანთავისუფლებელი მოძრაობის სახელით, ისინი მათ